მოგესალმებით. ეს სიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს ვიწყებთ ჩვენი შოუს 22-ვე სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაშს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბრაზილია და სალტკროკელები. სალამი მეგობრებო. როგორ ხართ? კარგად, თავად. არა მიშავს მეც. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შედეგები დააფიქსირეთ პირველ ტურში, იმედი მაქვს, კარგი განწყობით ხართ ამ თამაშის მიმართ და შესაბამისად თამაშიც გამოვა საინტერესო, სახალისო და დინამიური, რაც ყველაზე მთავარია. თამაშის ბოლოს აუცილებლად თითოეული თქვენგანი დასაჩუქრდება, ამასაც გეტყვით, თუმცა მთავარ პრიზსაც შეგახსენებთ, რათა მეტი мотиваცია გქონდეთ, იმიტომ რომ ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. მე თქვენს და მაყურებელსაც შევახსენებ, რომ წიგნების თაროს 22-ვე სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და ახლა შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ? დავიწყოთ. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. იგი მუშათა კლასის წარმომადგენელია და ქარხანაში მუშაობს. ავტორმა წერის პროცესში მისი ისტორიის რამდენიმე ვარიანტი შექმნა. თავდაპირველი ვერსიით ის ჩიკაგოს მაცხოვრებელი, იტალიური წარმოშობის ამერიკელი უნდა ყოფილიყო და სახელად ლუსიო რქმეოდა. მეორე ვერსიით კი მისი სახელი რალფი უნდა ყოფილიყო და ირლანდიური წარმომავლობა ჰქონოდა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, პერსონაჟის პროტოტიპი ავტორის პოლონელი ნაცნობი იყო. ზოგსაც მიაჩნია, რომ გმირი მწერლის მამას განასახიერებს. ნაწარმოებში ის დახასიათებულია როგორც იუტი კაცი, რომელსაც არ აქვს თანაგრძნობის, პატიების ან მოთმინების უნარი. პერსონაჟის ამგვარი ბუნება კი მეუღლესთან ხშირ დაპირისპირებებს წარმოშობს. ბრაზილია ყოველ წამს გადაწყვეტს სტენლი კოვალსკი? სტენლი კოვალსკი დაასახელოს ვერსიად და თუ ეს სწორი პასუხი იქნება, მიიღოს გულები, მაგრამ სტენლი კოვალსკი. პოლონური და სტელას ეჩხუბება. ჯიუტი კაცი. კი, ტრამაში თანაგრძნობის უნარი არა აქვს. არა, ფლატ კაი კაცი არა. ფლატ კაი კაცი არ არისო. სტენლი კოვალსკი ასე შეაფასეს თაროელებმა ბატონი სტენლი. ეს სწორი პასუხია მეგობრებო, 3 ხდება ანგარიში. ეს არის ტენესი უილიამსის პიესის ნავაი სახელად სურვილის ერთ-ერთი მთავარი გმირი სტენლი კოვალსკი, მისტერ კოვალსკი, რომელმაც 3 ქულა მოგიტანა, 3-0 გახდა ანგარიში. გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი. ციტატა. იმ დღეს ორი კაცი მოჩანდა. პატარა, მაგრამ სწრაფი მდინარის პირას, ბანაკიდან 1 საათის სავალზე. ისინი თითქოს ვიღაც წასულს უცდიდნენ, თუ რაღაც ამბავს ელოდნენ. უღრანი თხე მდინარის კიდემდე აღწევდა. ამ მივარდნილ კუნჭულში ისეთი სულის შემხუთველი დუმილი სუფევდა, როგორც ამერიკის ბუნებას ჩვევია ივლისში. დუმარებას მხოლოდ კაცების ხმადაბალი ლაპარაკი არ ყვევდა. ხანდახან კი კოდალას კაკუნი, ჩხიკვის ჩხავილი და ჩანჩქერის შორეული კრუხუნიც ისმოდა. მოსაუბრეები ამ ნაწყვეტ ხმებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ერთ წითელკანიანს მოლოდინი შემჩნეოდა. ჩაცმულობა ველური საფრთხეა. უკანასკნელი მოხიკანი. უკანასკნელი მოხიკანი. წითელკანიანებზე მთელი ლიტერატურა არსებობს, ხო? და სიუჟეტურად ცოტა გავს. რაღაცით გავს უკანასკნელ მოხიკანს. კი. ეს რაღაცით გავს 3 ქულას, ეს ორი პასუხია, ეს არის უკანასკნელი მოხიკანი ჯეიმს ფენიმორ კუპერის ნაწარმოები, რომელშიც ხვდებით მართლაც მოხიკანს და მის უკანასკნელ წარმომადგენელს, როგორც იხსენიებენ. 6-0. მესამე რაუნდი. დოკუმენტური. გამოიცანით ტექსტი, რომელიც ცნობილ აღმოსავლეთ ევროპელ ავტორს ეკუთვნის და რელიგიურ თემებს ეხება. განიხილავს რა საყოველთაოდ ცნობილ დებულებას.
არსებობს მოსაზრება, რომ მეცნიერება რელიგიის შესახებ ორ პერიოდად იყოფა. ზემოხსენებულ ავტორამდე და მის შემდეგ. მწერალი აღნიშნავს, რომ რელიგიური ფენომენის აქამდე მოცემულ ყველა განმარტებას ერთი საერთო აქვთ. თითოეულ მათგანს აქვს თავისი გზა, რათა აჩვენოს, რომ წმინდა და რელიგიური ცხოვრება საერო ცხოვრების საპირისპიროა. ნაწარმოებში საკუთარი აზრების განსამტკიცებლად ავტორი ირანულ რწმენას იშველიებს, რომლის თანახმადაც მიჩნეულია, რომ დედამიწაზე ყოველ ფიზიკურ საგანს მისი წმინდა სახეც აქვს. მაგალითად, თუ უბრალოდ ფიზიკური დედამიწა არსებობს, მაშინ მის ანალოგიურ წმინდა დედამიწასაც შევხვდებით. აჭერს ისევ ბრაჟილია. აბა ამჯერადაც თუ გაამართლებს ეს რისკი. ასე იტყო და ზარათუშტრა. ასე იტყო და ზარათუშტრა. ირანული რელიგია. ვინ არის ავტორი? ნიცშე. სადაურია ნიცშე? ავსტრიელია, მაგრამ ავია. არ არის ავსტრია? აღმოსავლეთ ევროპა თუ ეგ არ ვიცი. ცენტრალური უფრო. აღმოსავლეთი არ არის, ცენტრალური. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. სალტ კროკელებს თუ არ აქვთ ვერსია, აქვთ 30 წამი ფიქრისთვის. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება სპეციალურად სალტ კროკელებისთვის. დამატებით გეტყვით, რომ გამოსაცნობი ნაწარმოები ცნობილ რუმინელ მწერალს ეკუთვნის. ტექსტში კარგად ჩანს მწერლის ნათელი და გამჭვირვალე სტილი. ის შეეხება დებულებას, რომელიც რელიგიური ქცევის ინტერპრეტირების საშუალებას გვაძლევს. ამის თანახმად ადამიანს შეუძლია ადამიანად მითურ რეალობაში დაბრუნდეს. 3, 2, 1. არ გახსენდებათ, არა უშავს, თქვენ ხوار გაგახსენდათ? მე მგონია ქვეყნად უნივერსიტეტის ხო რა. არა. არ ჩორანია რა. ყოველი ეს არის მირჩა ელიადეს მარადიული დაბრუნების მითი. მარადიული დაბრუნების მითი ამ ტექსტს. მირჩა ელიადეს. გავაგრძელოთ, ხო? მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. ახლა მოგიწევთ გამოიცნოთ წოდება, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ ტერმინი სათავეს იღებს ლათინური სიტყვიდან, რომელიც თავარს, უფროსს ნიშნავს. საინტერესოა, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში ამ წოდებას მოიხსენიებენ სიტყვით დაეჯანგ. ამერიკაში ეს ტერმინი აერთიანებს როგორც სახმელეთო ჯარის მეთაურს, ისე საჰაეროსა და საზღვაოსას. ამ სიტყვის საწყის ეტაპზე გამოყენების ფაქტს საუკუნეების გენერალი იყოს. გენერალი. ნუ general ინგლისურში ხო ზოგადად ნიშნავს და მანდენა ლოგიკურად რა. ისა გენერალი თავის ლაბირინთში არის წიგნი. ხო, და არმიის ლიდერადად გენერალი. მე მომწონს რო ხსნით ხოლმე ვერსიას, ამიტომ გაცდით, არ გაწყვეტინებთ. ეს ორი პასუხია, ეს არის გენერალი. ლათინურად თავში მერე დავაკეთე. გენერალი, კი ბატონო, ამ შემთხვევაში კატა და გენერალზე გვინდოდა გვენიშნებინა ხარიტაშვილზე, მაგრამ თქვენ ასევე საპირწონედ გაგახსენდათ ნაწარმოები, რომლის სათაურშიც გენერალია ნახსენები. გავაგრძელოთ თამაში, ვნახოთ მანამდე შემეცნებითი ვიდეო რგოლი და შემდგომი რაუნდიც მოვა. ჯეიმს ფენიმორ კუპერი ბავშვობიდან ისმენს ისტორიებს ინდიელების შესახებ და ხედავს თუ როგორ ნადგურდება მათი კულტურა ევროპელთა გამო. ის მიზნად ისახავს ეს სამყარო და მისი ტრაგიკული ბედი ლიტერატურაში შემოინახოს. ნაწარმოებში მოჰიკანები არა ისტორიული სიზუსტით, არამედ რომანტიზებული, კეთილშობილური ველურის არქეტიპა და აღწერილი, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მანკიერებების საპირწონედ იქმნება. 1826 წელს გამოცემის შემდეგ წიგნი მალევე იხვეჭს პოპულარობას როგორც ამერიკაში, ისე მის მიღმა. კრიტიკოსების ნაწილი
ნაწილი კუპერს ამერიკელ უოლტერ სკოტადაც მოიხსენიებს. მიუხედავად პოპულარობისა, ხალხის ნაწილი წიგნს მკაცრად აკრიტიკებს. ყველაზე ცნობილია მარკ ტვენის სატირული ესე, რომელშიც ის ფენიმორ კუპერის არარეალურ სიუჟეტურ დეტალებს აკრიტიკებს. დღეს უკანასკნელი მოჰიკანი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური ნაწარმოებია. გრძელდება წიგნების თარო, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ავტორი, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ იგი ლიტერატურული საქმიანობის გარდა ვიზუალურ ხელოვნებაშიც აქტიურად იყო ჩართული. მუშაობდა რა გრაფიკოსად და მოქანდაკედ. ამას გარდა მწერალი პოლიტიკური ცხოვრებითაც გამოირჩეოდა. ის სოციალ-დემოკრატიულ იდეებს საჯაროდ უჭერდა მხარს და ხშირად ერთვებოდა საზოგადოებრივ დებატებში. მოგვიანებით განხილვის საგანი გახდა მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი დეტალი, როდესაც მან აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მესამე რაიხის რიგებში მსახურობდა. შეკითხვის დასასრულს გეტყვით, რომ ამ გერმანელი ნობელიანტის ცნობილი წიგნი მოგვითხრობს ბიჭუნაზე აჭერს ბრაზილია. გიუნტერ გრასი. გიუნტერ გრასი. ნაცისტებთან იყო რა. აი თუ კომუნისტებიც რა თქვა? მესამე ხო, რას მანდი იყო რა მგონი. კი, სინამდვილეში ბევრად უფრო უწყინარი ამბავი ჰქონდა მოსაყოლი, მაგრამ შემდეგ ამას გააბუქეს ეს ამბავი და მოკლედ მთელი მოუწყეს სასამართლო. ეს არის გიუნტერ გრასი. კაი ბიჭი. გიუნტერ გრასი, ძალიან ცნობილი მწერალი, ერთდროულად გაგვახსენე. სხვადასხვა ნაწარმოებით, მათ შორის ალბათ ყველაზე ცნობილი თუნუქის დოლია და ასე. დანციგის ტრილოგია. მე მგონი გაგიჩნდათ ვერსია, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა დაგვეჭირა ღილაკზე ხელი ქულებისთვის, რაც გააკეთა შემდგომში ბრაზილიამ. კიდევ გვაქვს 4 ძირითადი რაუნდი სათამაშო, ამიტომ ყურადღებით იყავით მეგობრებო, 12-0 ანგარიში და ამდენივე ქულაა გასათამაშებელი. მე-6 რაუნდი ასოციაცია. ძმები, დაპირისპირება, გაქცევა, გემი, ძალის გამოყენება, შურისძიება, მემკვიდრე, გეგმა, სიყვარული, ძილი, პატიება, მეფე, ჰერცოგი, მაგიაზე ქარიშხალი. რა როგორ? ქარიშხალია, ძმები არიან და იმ პროსპეროს გაიქცევა და მაგია მირანდაშვილი და რავი ყველაფერი არის გემის და ქარიშხალი მე. ეგაა წესი. ქარიშხალი. ქარიშხალი შექსპირის. უილიამ შექსპირის. კი, ძმები არის, ჰერცოგი ყავს ძმა მილანის ჰერცოგი და გააძევებენ იმას პროსპეროს. და ბრუნდება და პატიოს მე თუ რაღაც ეგეთი. ქარიშხალი გაატრიალა გიორგი სტანიკვიძემ წიგნების თარის არენაზე. ამოხსნა რა უილიამ შექსპირის უკანასკნელი პიესის საიდუმლო ქარიშხალი. ნამდვილად სწორი პასუხია. კი ბატონო, ყველაფერი რაც თქვი ეგაც სწორი იყო. პროსპეროსთან დაკავშირებით ბოლოს უნდა მეთქვა სტიქიური მოვლენა და სტიქიური მოვლენა ვიხილეთ. გავაგრძელოთ თამაში. მე-7 რაუნდი. ავტორი. ახლა თქვენ უნდა დაასახელოთ ავტორი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყნის დედაქალაქში დაიბადა. წერა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყო. პარალელურად რედაქტორობდა გამომცემლობებს. გარდა ლიტერატურისა მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაშიც. იყო რა გაზეთ 24 საათის ჟურნალისტი. 2003 წელს ფსევდონიმით გამოცემული მოთხრობების კრებულის გამო ავტორმა ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა საუკეთესო დებიუტისთვის. განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ ხვდა წილად, რაც 2005 წლიდან ჟურნალ ცხელ შოკოლადში დაიწყო წერა. აჭერს სალტკროკელები, აჭერენ? ზაზაბურჭულაძე შეიძლება. ზაზაბურჭულაძე. უნივერსია. არა, ცხელი შოკოლადის გამო ალბათ. მაგრამ ეს არ არის. 70-ში. აი, 70-ში. ეს არის.
გავაგრძელებ შეკითხვას ბრაჟილიისთვის. ყურადღებით. ბოლოს კი გეტყვით, რომ გამოსაცნობი ქართველი მწერლის 2013 წლის ნაწარმოებში მარტო ხელა ქალის ისტორიაა მოთხრობილი, რომელსაც მოკლულს იპოვიან. მკვლელობის დეტალები ყველასთვის ცნობილია, გარდა გამომძიებლისა, რომელიც ნაწარმოების სათაურში მოცემული. კორძაია სამადაშვილი. ანა კორძაია სამადაშვილი. ეს არის ანა კორძაია სამადაშვილი. ვინ მოკლა ჩაიკა არის ეს ნაწარმოები? ყველა მიცის ვინც მოკლა ჩაიკა, მაგრამ გამომძიებელმა არ იცის და ცდილობს გარკვეულ კითხვებზე პასუხი მიიღოს. ანა კორძაია სამადაშვილი და გავაგრძელოთ თამაში მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. აჭერს ბრაჟილია? ქვევრი. ქვევრი, ხო. იმის პირანდელოს მოთხრობაზეა დაფუძნებული. ეს უნდა მეკითხა ლიტერატურასთან რაშუაშია მეთქი. ქართული მხატვრული ფილმი ქვევრი გადაღებულია ლუიჯი პირანდელოს ცნობილი მოთხრობის მიხედვით. ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ეს არის ქვევრი. ვახ, გავაგრძელოთ თამაში, ერთი რაუნდი გრჩება სათამაშო. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მეცხრე რაუნდი ნაწარმოები. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გამოიცა. ტექსტი რამდენიმე ენაზე ითარგმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოიპოვა. რომანი იკვლევს თუ როგორ აყალიბებს მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები, გადაწყვეტილებები და გამოცდილებები ადამიანთა ქცევებს. ტექსტი მოგვითხრობს ოჯახის წევრების ბავშვობის გამოცდილების შესახებ, რომელიც სასიყვარულო კანონებმა გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ავტორი წიგნს 4 წლის განმავლობაში წერდა. ბავშვების უმანკოების აღსანიშნავ წერალმა არაერთი ტექნიკა გამოიყენა. გარდა უდიდესი პოპულარობისა, წიგნს ავტორის სამშობლოში დიდი კრიტიკაც მოჰყვა. რაც მეტწილად ინდური კულტურის და მისი გავლენების. რა? არა. ბრაჟილია? არა. არაო, აბარაო. მითხარით, 3. მაგრამ ეს ეგ თაი 2. წვიმების ღმერთი. წვრილმანების ღმერთი. 90-იანი ჯდება ინდოეთი ჯდება, დედმამიშვილები არიან. არა და კარგი ხაზი გქონდათ აღებული. სხვა რამ რო გეთქვათ, უკვე 24 კულაც იქნებოდა. ან არ იქნებოდა. თუმცა შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ კაცმა შეიძლება არც ყოფილიყო. გააჩნია სწორი პასუხი რა არის. საერთოდ კულები ხო სწორი პასუხიდან გამომდინარეობს ხოლმე. სწორი პასუხს თუ გასცემენ, მაშინ 3 კულაა ხო. ამასაც კი წვრილმანდაო. სწორი პასუხია, ეს არის წვრილმანების ღმერთი. ანუ, არ მხოლოდ კითხვას მომდევნო ხუმრობასაც მიხვდნენ. კაცო ეგარ გიხუმრია ისე რომ წინასწარ არ გამოიცნო რაზე ხუმრობ. ბოლოს უნდა მეთქვა ასე ნუ დავწვრილმანდებით მეთქი, მაგრამ ეგაც არ მაცადეს. კეთილი, ვიდეო რგოლი ვნახოთ. არუნდატი როი თავის სადებიუტო რომან წვრილმანების ღმერთზე გასული საუკუნის 90-იან წლებში მუშაობს. წიგნის მოქმედება ავტორის მშობლიურ კერალაში მიმდინარეობს. ნაწარმოებს ნახევრად ავტობიოგრაფიული ფონი გასდევს. გარდა სამოქმედო არეალისა, როი პერსონაჟებსაც რეალურ ადამიანებზე, მათ შორის საკუთარ დედაზე აფუძნებს. დასავლური სამყარო წიგნს აღიარებს როგორც ენობრივ შედევრს. წიგნში კერალას კომუნისტური პარტიის კრიტიკის საპასუხოდ მოძრაობის ლიდერები ავტორს საჯაროდ გმობენ. რომანი თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე და გაყიდულია მისი მილიონობით ეგზემპლარი. 1997 წელს წვრილმანების ღმერთი ინგლისურენოვანი სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოს ბუკერის პრემიას იგებს. არუნდატი როი ხდება ინდოეთის მოქალაქე პირველი ქალი, რომელიც ამ ჯილდოს იღებს. გრძელდება თამაში წიგნების თარო, ქართული ეტაპი გვაქვს წინ და გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. პირველი ქართული რაუნდი ისტორია. შეეცადეთ დაასახელოთ ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი. 1892 წელს სოფელ ბრილში ნიკოლოზ დიასამიძის სახლში მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთის დამფუძნებელი კრება.
იგი 1893-1904 წლებში თბილისში გამოიცემოდა. მასში დიდი ადგილი ეთმობოდა მესამე დასის დამწყებ ლიტერატორებს. 1898 წლიდან გაზეთი გადავიდა მესამე დასის ხელში. გეტყვით იმასაც, რომ მისი რედაქტორი ნოე ჟორდანია იყო. გაზეთში ქვეყნდებოდა სტატიები საქართველოს ეკონომიკის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან. 1904 წელს გაზეთი მთავრობამ აკრძალა. იყო ეგეთი? აბა ბრაჟელი. თქვენ აი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ხმა ქართველი ხალხისა იყოს, იქნება ერქვა გაზეთს რაღაც ეგეთი. ხმა ქართველი ხალხისა. ხო, არ ვიცით. სადაც არსებობდა ხმა ქართველი ქალისა, შეიძლება ყოფილიყო ხო, ხმა ქართველი რატომაც არა. ხალხისა. ბიჭო, ეს არ არა, არის სწორი პასუხი, მეგობრებო. არა, ვერ შევაკოცეთ ამჯერად პასუხი, ეს არ არის სწორი პასუხი. და რა თქმა უნდა, სალტკროკელებს აქვთ უფლება დააფიქსირონ თავისი ვერსია. ეს არის რატომღაც მახსოვს, რომ გზა გამოდიოდა ასეთი გაზეთი. გზა. კი. რაღაც სწორად გახსოვს, მაგრამ არა სახელი, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი პასუხი, პირველ რიგში ამას გეტყვი. ან გაზეთს ერქვა არა გზა, არამედ კვალი. კვალი. გზა და კვალი გახსოვდა. კვალი. გავაგზავნოთ. მეორე ქართული რაუნდი. გეოგრაფია. დაასახელეთ სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. იგი მდინარე რიონის ნაპირზე ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. ფეოდალურ ხანაში ის შედიოდა რაჭის, ანუ რაჭა-თაყვერის საერისთავოში. 1687 წელს იმერეთის მეფემ ალექსანდრე მეოთხემ რაჭაში ლაშქრობის დროს სოფელი გადაწვა. ტოპონიმის საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. გეტყვით იმასაც, რომ 2014 წლის მონაცემებით ამ სოფელში 260 მოსახლე ცხოვრობდა. ბრაზილია? ხვანჭკარა იყოს რა. ხვანჭკარა. ხო. წარმოშენდა კითხვა რა მორჩა კითხვა. მორჩა კითხვა, კი. მაგ თუ უთხრეთ მორჩა კითხვა, ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. მაგარ შევდა ხო? არ არის საუბარი ხვანჭკარაზე ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, სალტკროკელებს აქვთ უფლება დააფიქსირონ თავისი. ისმენთ? ღები. ღები, არც ღებია სწორი პასუხი სამწუხაროდ. ეს არ არის არც ღები. უფრო დააზუსტე? ეთერი იმაში. ზედა ეწერა. ამას ქვია უწერა. უწერა, ეწერა კი არა. ეს სოფელი არის უწერა. ვერ გამოიცანით ეს შეკითხვაც. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. თქვენ უნდა დაასახელოთ პიროვნება, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლებიც კინოინდუსტრიაში მოღვაწეობდნენ. 1960 წელს მან მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ჯერ კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ბოლოს კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. ყავდა ორი მეუღლე, ჯერ გიორგი შენგელაია, ნატო ვაჩნაძე. ნატო ვაჩნაძე. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის ნატო ვაჩნაძე. გავაგრძელებ შეკითხვას სალტკროკელებისთვის, ყურადღებით. ჯერ გიორგი შენგელაია, შემდეგ კი კოტე მახარაძე. გეტყვით იმასაც, რომ ის მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და ვერის უბნის მელოდიები. ისმენთ? სოფიკო ჭიაურელი. ეს არის სოფიკო ჭიაურელი, ეს სწორი პასუხია, ნამდვილად სოფიკო ჭიაურელი. რა თქმა უნდა, ფილმების ჩამოთვლა კიდევ უსასრულოდ შეიძლებოდა, ძალიან ბევრი შესანიშნავი როლი აქვს შესრულებული სოფიკო ჭიაურელს, მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლეთ. ზოგად რაუნდებს მივადექით, მეგობრებო. ხელოვნების რაუნდი ვითამაშოთ. გიორგი, გიო. პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება.
თქვენ უნდა დაასახელოთ ნამუშევარი, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა. ესაა კინემატოგრაფიული სურათი, რომელიც ქალის ცხოვრებას ეძღვნება. მთავარი პერსონაჟი ჟურნალისტია და გაზეთში მოქალაქეთა წერილების განყოფილებას განაგებს. მას არაერთი ადამიანის წერს და უამბობს თავისი ცხოვრების პირადი თუ საზოგადო პრობლემების შესახებ. გმირს სააშკარაოზე გამოაქვს ეს საჭირბოროტო საკითხები და ამასთანავე მოქალაქეებს პრობლემების გადაწყვეტაშიც ეხმარება. ნამუშევარს მოპოვებული აქვს სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს ფილმი თქვენ ერთხელ მაინც გსმენია. 3 2 1 გიორგი გისმენ? არ იქნება, მაგრამ ის იყოს ვერონიკას ორმაგი ცხოვრება არა. ვერონიკას ორმაგი ცხოვრება? არა, კიშილევსკის, მაგრამ არა. გეტყოდით ასე დანამდვილებით. ხო, ანუ მივხვდი მაგ ნიშნებას რომ არ იყო და არ არის ეს სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. გიოს აქვს უფლება დააფიქსიროს თავის ვერსია, მაგრამ ასეთი ვერსია არ არის. ასეთი დარწმუნებული იმაში, რომ დანამდვილებით გსმენიათ, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წუთის წინ გითხარით ამ ფილმის შესახებ, რომელშიც მთავარი როლი სოფიკო ჭიაურელმა შეასრულა. ეს არის რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, მეგობრებო. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე. სიუჟეტიდან შეიძლება და მიხვედრათ თუ ამ ელემენტს დაიჭერდით ჩვენს მინიშნებაში, იმიტომ რომ აშკარად ინტერვიუებია, რასაც ეს ქალი ჟურნალისტი იღებს. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. თეგა, თათია, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. დაასახელეთ შვეიცარიელი ფიზიკოს-მათემატიკოსი, რომელიც მე-17 საუკუნეში დაიბადა. მისი ოჯახი ჰერცოგი ალბას მხრიდან დევნის გამო მე-16 საუკუნეში შვეიცარიაში გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ მისი გვარიდან არაერთი გამორჩეული იაკობ ბერნული. იაკობ ბერნული. გვარია და ყველა მეცნიერი ყავდა იაკობია, მგონი ფიზიკოსი და ყველაზე ცნობილი მანდედან. გონი. ანუ შენი პასუხია? ჯეიკობ ბერნული ეგრე იწერებოდა. ჯეიკობ ბერნული. ნუ, იაკობ ბერნული. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. გავაგრძელებ შეკითხვას თათიასთვის. მისი გვარიდან არაერთი გამორჩეული ფიზიკოსი და მათემატიკოსი იყო. მამამის სურდა ის ბიზნესმენი გამოსულიყო, თუმცა შვილს ეს პროფესია არ მოსწონდა. ეს ადამიანი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრიც იყო. იგი ცნობილია ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვების სფეროში, რამდენიმე აღმოჩენით. გეტყვით იმასაც, რომ არსებობს მისი სახელობის ფორმულა, რიცხვები, ლემნისტიკა და სხვა. ამავდროულად იგი გახლდათ ასევე ცნობილი მეცნიერის იაკობ ბერნულის ძმა. ეს 3 2 1 არ გვაქვს პასუხი? თეგა? არ ვიცი. ეს არის იოჰან ბერნული. მეორე. იოჰან ბერნული. ბოლო წინ დადება მე მივამატე ბოლოს. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ლუკა, მარიამ, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. სპორტსმენი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის მიწურულს დაიბადა. იგი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, რამაც მის სპორტულ წინსვლას საკმაოდ შეუწყო ხელი. საინტერესოა, რომ ბავშვობაში მან ცხენოსნობაში მოსინჯა ძალები. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ფიზიკასა და მათემატიკას სწავლობდა. საბოლოო კარიერა კი 7 წლის ასაკიდან დაიწყო. 2018 წელს ის ფორმულა 2-ში აღმოჩნდა. 2019 წელს კი მისი დებიუტი ფორმულა 1-ში მაკლარენის რიგებში შედგა. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობმა ბრიტანელმა მბრბოლელმა 2025 წლის სეზონში ნანატრი ჩემპიონობა ლანდონ ნორისი. ეს არის ლანდონ ნორისი, ნამდვილად. ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა ლანდონ ნორისმა. ეს არის ორი ქულა ბრაზილიასკენ და
რადგანაც ზოგადი რაუნდებიც ამოიწურა, ჩვენ ახლა შეგვიძლია ნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი, მანამდე მოდით ხალხს შევახსენოთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და ძალიან მალე უკვე ბლიცის ეტაპით გავაგრძელოთ თამაში. ლანდონორის ირბოლოს 7 წლის ასაკში იწყებს 2014 წელს კარტინგის მსოფლიო ჩემპიონატს იგებს. ის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ხდება აუმჯობესებს რა ლუის ჰამილტონის რეკორდს. ეტაპობრივად უახლოვდება ფორმულა 1-ს. 2017 წელს ხდება ევროპის ფორმულა 3-ის გამარჯვებული, ხოლო 2018 წელს ჩემპიონატს მეორე ადგილზე ჯორჯ რასელის უკანასრულებს. მაკლარენში დებიუტი 19 წლის ასაკს. პირველად პოდიუმზე 2020 წელს ავსტრიაში ხდება. ხანგრძლივი ლოდინისა და 100-ზე მეტი რბოლის შემდეგ კი 2024 წლის მაიამის გრან-პრიზე თავის პირველ რბოლას იგებს. გარდა რბოლისა აქვს აქტიური სოციალური ცხოვრება. პანდემიის დროს სტრიმავს Twitch-ზე, რაც F1-ის აუდიტორიას მნიშვნელოვნად ახალგაზრდავებს. არსებს e-sport ორგანიზაცია Quadrans. 2025 წლის სეზონში თანაგუნდელ ოსკარ პიასტრისთან და მაქს ფერსტაპენთან დაპირისპირების შემდეგ ფორმულა 1-ის ჩემპიონი ხდება. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, ეს არის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაში, ბრაზილია სალტკროკელები, ბლიცი უნდა ვითამაშოთ. ბლიცი ითამაშებენ ერთმანეთის პირისპირ ლუკა და მარიამი და ლუკა პირველი შენთან უნდა ვითამაშო. მზად ხარ ამისთვის? დავიწყოთ ბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ. სადორ მწერალი გილბერტ ჩესტერტონი. ამერიკელი. ინგლისელი, რომელ საუკუნეში გამოიცა საბრალონი? მე-19. სწორედ რის ჯადოქარია ფრენკ ბაუმის წიგნის ავტორი, სწორია ვაჟას რომელ ნაწარმოებში ხვდებით ლუხუმს? ბახტრიანი. სწორედ სადორ მითოლოგიაში ხვდებით იუპიტერს? რომაულ. სწორედ რობერტ აინლაინის უცხო ქვეყანაში. სწორედ ილიასა რომელ სოფელში ცხოვრობს ოთარაან ქვრივი? ნაშინდარი. წაბლიანი რომელ საუკუნეში გამოიცა 12 სკამი? მე-20. სწორედ რამდენი ტყვეობის ამბავი მარკესის წიგნის ავტორში? 1 მარტინთა რაგვარია მარჯორი? ტაირელი. სწორედ რომელი წიგნის პერსონაჟია არქიპოსეთური? დათეთოშხია. სწორედ როგორი მარგალიტებია ჰესეს წიგნის სათაურში? შემდეგი. რიოში რისი ზღვა რიორდანის წიგნის სათაურში? ურთულების. სწორედ რომელ ქალაქში ვითარდება გოლების მოქმედება? პრაღა. სწორედ რა ქვია მოპასანის პერსონაჟ დიურუას? ჯორჯი. სწორედ ეიბრაჰიმ ალქუნის ქვიდან ნაჟური? ციცხლი. სწორედ ვის მოთხრობა ველური ყვავილების დაიგული? შემდეგი. ჩოხელის ბულგაკოთა რომელი ასოციაციის თავმჯდომარე იყო ბერლიოზი? შემდეგი. მასოლიტი რომელ ავტორთან ხვდებით ბაიაზიდ მეორესა და მიქელანჯელოს? შემდეგი. ენართან რომელ სოფელში დაიბადა გალაქტიონ ტაბიძე? შემდეგი. ჭყვიში ვის რომანია ნადირთ მჟლეტი? შემდეგი. კუპერის რა ქვია ასტრიდ ლინდგრენის მოზარდ დეტექტივს? კალე. სწორედ დათო ტურაშვილის ამერიკული შემდეგი. ზღაპრები. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ლუკამ დააგროვა 13 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ლუკას და მე კი ვინაცვლებ მარიამთან. მარიამ ვითამაშოთ ბლიცი. ვითამაშოთ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადორ მწერალია დეშილ ჰემეთი? ირანელი. ამერიკელი, რომელ საუკუნეში გამოიცა გრაფი მონტე-კრისტო? მე-19. სწორედ რისი ქარხანაა რუალდალის წიგნის სათაურში შოკოლადის აკაკის რომელ პოემაში ხვდებით ბარდას კლეაროს? თონიკერის. სწორედ სადორ მითოლოგიაში ხვდებით ზევს? ბერძნული. სწორედ აიზეკ აზიმოვის მარადისობის კანონი. აღსასრული ჯავახიშვილთა რომელ სოფელშია ხევისთავების მამული? ნაშინდარი. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა ძნელი ღმერთობა? 21. მე-20 რამდენი კუთხე ელიოსას წიგნის სათაურში? 5. სწორედ მარტინთა რაგვარია ტომენი? არ ვიცი. ბარათეონი რომელი წიგნის პერსონაჟია აბდუშაჰილი? ბაშიაჩუკი. სწორედ რამდენი ზღაპრია ჰესეს კრებულის სათაურში? 12. 33 რისი ქურდია რიორდანის წიგნის სათაურში? ხმლების. მეხის რომელ ქალაქში ვითარდება ოპერის მოჩვენების მოქმედება? არ ვიცი. პარიზი რა ქვია ბალზაკის პერსონაჟი რასტინიაკს? ეჟენ. სწორედ სალვან ნუაიმის თაფლის? არ ვიცი. სამხილი ვისი მოთხრობაა საცხოვრობს მეზღაპრე? დოჩანაშვილი. ინანიშვილის ბულგაკოთა რა პროფესიის იყო ივან ნიკოლაევიჩ პონირევი? მწერალი. სწორედ რომელ ავტორთან ხვდებით ხუბილაი ყანესა და მარკო პოლოს? არ ვიცი. კალვინოსთან რომელ სოფელში დაიბადა ვაჟა-ფშაველა? ჩარგალი. სწორედ ვისი რომანია კვარტერონი? არ ვიცი. მაინ რიდის დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიამა დააგროვა 9 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარიამს და დაუბრუნდით მოთამაშეები სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ კი ანგარიშით 39-ით 11 იმარჯვებს ბრაზილია და მხურვალი აპლოდისმენტებსაც იმსახურებს. ყოჩაღ მეგობრებო, ნამდვილად ბრაზილიური ფეხბურთის დარი თამაში იყო ოღონდ წიგნების თაროში და კიდევ ერთი გამარჯვება თქვენს აქტივში ჩაიწერა. გისურვებთ წარმატებებს მომდევნო თამაშებში, არ გამიჭირდება რომ მრავლობითში ვთქვა ეს სიტყვა. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ბრაზილიას. და ასევე გთხოვთ გამომხნევებელ აპლოდისმენტებს სალტკროკელებისთვის. აღარ დავიწყებ ბევრ საუბარს, სამწუხაროა რა თქმა უნდა მარცხი, მაგრამ გული არ გაიტეხოთ ამის გამო. მაყურებელს დავემშვიდობები.
გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით კლავაც ციგნების თაროში, უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრად გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი მე. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი